ცნობილია რა. ეხლა რო არ შევარდები, იმიტომ არ შევარდები, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ჯერეთი კიდევ უფრო გახლიჩავ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ. საქართველოს მოსახლეობა გაიხლიჩა ჯერ 99 წლის მერე, უბრალოდ მანამდეც, როცა ბატონი ზვიადი მიბრძანდა ეროვნულ მოძრაობაში და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ აღიარა ის თვლიდა რომ ბატონი ზვიადი ახლა რამდენად მას იყო სანამდე ეს არ არის ის კაცი რომელიც ეროვნულ მოძრაობაში უნდა იყოს წითელი ინტელიგენცია თვლიდა ამას თუ წითელი დირექტორები თუ რა ამ მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ნაწილი თვლიდა მეორე ნაწილი პირიქით თვლიდა ზვიადის ჩამოგდება პირველი პრეზიდენტის ეს გახლიჩა უფრო გააღმავებაში და ის გახლიჩა რევანშის სახით წვლილი შეიტანა მერე ვარდების რევოლუციაში. კი ბატონო. ეხლა თუ კიდევ მოახდენ ამას, ჯერეთის შიგა საზოგადოებას გახლიჩავ და ის ხვალე ბუმერანგად დაგიბრუნდება. მერე არავინ თუ შევარდი, გარედან ხარს არ დაგიჭერს და გარედან თუ ხარი არ დაგიჭერეს, შენი ლეგალიზაცია გარეთ თუ არ მოხდა და შიგნითაც ნაწილობრივ მოხდა. და არავინ არ დაგეხმარება და მოდი პირდაპირ ვთქვათ, კაცო, საქართველოს ხელისუფლება, ვერცერთი ხელისუფლება ჯერჯერობით თუ გარედან დახმარებას არ მიიღებს, როგორც არა მატერიალურს, ისე მატერიალურს, არა? ვერ იარსებებს. ეს ბიუჯეტი ვერ იარსებებს ამ დახმარების გარეშე, ვერ იარსებებს ჯარი, ვერ იარსებებს ჩვენ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ამიტომ ეს შევარდნა თუ გიჟი არ არის პოლიტიკური ლიდერი ამ შევარდნაზე ვერ წავა. და მაშინ გაუგებარია შენ ამ ეხლა ის გასაგებია რატომ ქონდათ ეს ლოზუნგი. გზნობდნენ რომ რაღაც ნაწილის აყოლიება მოსახლეობის არის ეს მოთხოვნილება, ან გზნობდნენ ან თვითონ ვარაუდობდნენ რომ ვითომ ესეა ამ ლოზუნგით წამოვიდნენ ის ნაწილის რომელიც შედარებით ასე ვთქვათ ზომიერია ის ლიდერებიც ჩათრეული აღმოჩნდნენ ამაში და პირველად არ აღმოჩნდნენ მე ხო ძალიან კარგად ვიცი რომ მაგალითად ახალი მემარჯვენეები შევარდნაძის რეჟიმის დროს არ უნდათ არ სააკაშვილის ზვანიასთან ყოფნა ვინაიდან მიაჩნდა თუ ის შევარდნაძეა და შევარდნაძესთან ყოფნა მაგრამ ვერ გააკეთეს მესამე ადგილი მესამე ადგილს ეხლა პირდაპირ რო გითხრათ მეც ვარ მაგზომერიობაში მე მინდა რომ მესამე აზრი მქონდეს, ვიღაცას მომხრევა რომ მეოთხე აზრი მქონდეს, არ არის ჩვენი ადგილი. ანუ ამან გუჩი უნდა იყო ან იმ გუჩი. მედია თამაშია ჩათრეულდა. ეს თემა მინდა. ეს დაგუბავს კაცო. აი ფინალისკენ მივდივართ უკვე ჩვენ და ორი თემა გავაანალიზოთ. კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ჟურნალისტურ პრინციპებს გადაცემის აი ამ ნაწილში და ახალი სახეების თემა, ახალი სახეები, ახალი სისხლი, ახალი ძალები პოლიტიკაში, ჟურნალისტიკაში, სხვადასხვა სფეროებში. ჩვენ ხედავთ დღეს, რომ ძალიან რთულია დაიმკვიდრო შენი ადგილი. ძალიან რთულია ეს. ყველა გავიწროებს. მარჯვნიდან ხელისუფლება გავიწროებს, მარცხნიდან ოპოზიცია გირტყავს, რაღაცა წინ არ გიშვებს. ძალიან რთულია ეს და დაიმკვიდრო შენი ადგილი აი ესეთივე ვითარებაა მედიაში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ წამყვანს, რომელიც 10 წელია წამყვანია, კი ძალიან სასიამოვნოა რომ რეიტინგული ხარ, სასიამოვნოა რომ ნიჭიერი ხარ, მაგრამ თუ შენ 10 წელი ეკრანზე იჯექი და თუ შენ 10 წელი გაქვს ეს ფუფუნება ელაპარაკო მაყურებელს, ახალი თაობები, ახალი ძალები როგორ მოვიდნენ ამ პროფესიაში, როგორ განვითარდნენ, იქნებ იყოს რაღაცა ახლა მე მგონი პირიქით აიმაო, ახლები უფრო მეტი მოვიდა ქვეყანაში და 5 წელი ხარ წამყვანი, 5 რედაქტორად მუშაობ და ახალ თაობებს ვზდი. პირობითად ვამბობ ამას. აი ეს ასევე პოლიტიკაში კონკურენტული გარემო არ არის არც ერთ სფეროში. შენ ქვეყანაში, შენ არ გეძლევა საშუალება, შენმა ნიჭმა იზეიმოს, შენი ნიჭი გამოხატო, არა და ნიჭი თუ არ გამოხატე, კვდება. რა არის ეს სისტემა, ვინ ქმნის ამას, რატო? ამაზე ჩვენ ძალიან სწრაფად გვეუბნებიან ხოლმე, რომ საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდით. ამაში არის როგორც ფაქტის აღწერის თვალსაზრისით ამაში სიმართლე არის, მაგრამ ეს არ ასახავს იმ ნაწილს, რომ რატომ მოხდა ეს. რატომ ვართ ამ მდგომარეობაში? ამ მდგომარეობაში ვართ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ საზოგადოება რაღაც მანკიერი და ბუნება ქართული საზოგადოების, რომ მას აი ესეთ რამებს რო გაუმკლავდეს, იმის უნარი არ გააჩნია. კიდევ ერთხელ ვთქვა და ოპოზიციის დასაცავადაც გამომივა სხვათა შორის რა. რომ ის რომ ოპოზიცია ან სუსტია, ან რაღაცას ვერ აკეთებს, ან რაღაცა შეიძლება ითქვას რომ მოდი მარტივად ვთქვათ ოპოზიცია შეიძლება ვერ იყენებდეს იმ წილ შესაძლებლობებს რომელიც ესეთ რეჟიმებში როგორც არის შევარდნაძის დროს იყო და როგორც არის სააკაშვილის დროს როცა ერთი პარტია დომინირებს ოპოზიცია ძალიან უჭირს დომინირებს ყველა თვალსაზრისით დომინირებს მედიაში დომინირებს სასწრების თვალსაზრისით და ასე შემდეგ თუ ოპოზიციური პარტია და თუ საზოგადოება ასევე საზოგადოება სტრუქტურულებულ საზოგადოებას რომელსაც ყავს უკვე ფორმირებული
საზოგადოებები, კომუნიტები, რო იტყვიან, რომლებიც არიან ორგანიზებული და რაღაცა ნიშნით არიან ორგანიზებული, არა? ჯგუფები. თუ ეს ჯგუფები ჩაყენებულია იმ მდგომარეობაში, რომ განვითარებაზე კი ვერ ზრუნავს, ანამდე არსებობისთვის ბრძოლას აწარმოებს, მაშინ იმას ნაკლები მოეთხოვება. ეს უნდა გავითვალისწინოთ და მოვთხოვოთ იმ ფარგლებში, რამდენად იყენებს თუ არ იყენებს იმ წილის შესაძლებლობებს, რომელიც უეჭველად არის, იმიტომ ხა მოდით პირდაპირ თქვა სააკაშვილის რეჟიმი, რაც არ უნდა, ესე იგი კრიტიკულად შეფასდეს, მაინც ტოვებს ადგილს იმისთვის, რომ ბრძოლა იყოს და ეს ბრძოლა არის კიდეც მის საწინააღმდეგო ბრძოლა რა. ეს ხო არ არის ისეთი დახურული სისტემა, მაგრამ მეოთხე რატო ხდება? რატო ხდება, რომ ყდება და იკარგება? თუ ამას შევხედავთ ესე თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური ცხოვრება გაიღება, პოლიტიკური ცხოვრება ჯანსაღდება, ან ამოქმედდება, თუ არა, გაჯანსაღებაში მე მაინც დადებით იმას კი არ გულისხმობ, აქ არის ჰაერის მოძრაობა ატყდება თუ არა პოლიტიკურ სფეროში. ნახეთ რა ხდება საქართველოში პოლიტიკური სულ და იგივე ხალხი. ხო, მოდით შემოვიხაროთ რევოლუცია. ოპოზიცია, შეიძლება ჟურნალისტიკა. ეს იმიტომ ხდება, რომ იწყება, როდესაც მოხდება ხელი თუ მყარდება ერთპარტიული რეჟიმი. აი ნახეთ რა ხდება 98 წლამდე ერთპარტიული რეჟიმი შევარნაძის მიუხედავად აღმავალი ტენდენციით მიდიოდა ერთპარტიულობისა, მაგრამ 98 წლამდე არ იყო. მოქალაქეთა კავშირმა მთელი სპექტრის მოჭეჭყა მოახდინა 98 წლის მერე. როდის მოხდა აი ეს როდესაც პოლიტიკურ სპექტრს მოჭეჭყავდა ერთი პარტიის დომინირება ხდება, ეს ემსგავსება საბჭოთა კავშირს ან ფაშისტურ გერმანიას, ან ასე შემდეგ. პოლიტიკური ცხოვრების აქტიურობის თვალსაზრისით. ყრდება იქ პოლიტიკური ცხოვრება, იხშობა, უბრალოდ ტენდენცია იქნება მოკლინებისაკენ. ეს მოკლინება იწყებს საზოგადოების ყველა სფეროს მოკლინებას. და ნახეთ, თუ 98 წლის მერე გახსნა მოხდა პოლიტიკური ცხოვრების მის მერე რაც მოხდა გამოყოფა, ფრაქცია დაიშალა მოქალაქეთა კავშირი და მაშინ გახსოვთ რომ გაჩეჩილაძე და გამყრელიძე გამოიყვნენ და ასე შემდეგ, ამით საფუძველი ჩაუყარეს მოქალაქეთა კავშირის დანგრევას, პოლიტიკური სფეროს გახსნას და გაიხსნა და იქ წარმოიქმნა ცხოვრება და წარმოიქმნა ყველაფერი ის მაღალი დონის პლურალიზმით მე ვიტყოდი, უნახავი დონის პლურალიზმი მთელ პროსაბჭოთა სივრცეში. კი ბატონო. მედიის ღიაობის და აქტიურობის თვალსაზრისით და თავისუფლების თვალსაზრისით, სამოქალაქო ორგანიზაციების ეს რა თქმა უნდა არ ადიოდა იმ დონეზე, როგორც დასავლეთშია, მაგრამ არნახული მაღალი დონე იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნისათვის. და ამან მისცა საშუალებას სხვათა შორის იგივე მიშა სააკაშვილის და მის ნაციონალურ მოძრაობას სწორედ აი ამ თავისუფლების ასე ვთქვათ ოპტიმალური გამოყენებით და კიდე 1000 გვარი მიზეზების თანხვედრით და არა იმიტომ რომ ამერიკამ მოახდინა აქ რევოლუცია მოახდინა მიშა სააკაშვილმა პირდაპირ თქვათ კაცო და მისმა ნაციონალურ მოძრაობამ და ხალბატონმა ნინომ და ბატონმა ზურაბმა ამ ტრიუმფთან მოახდინა პირველ რიგში სააკაშვილი იყო აქ სამყარო და არავით არის ამერიკის რაღაცა ისე და იყო ასახული და წოლილი, მაგრამ ეს წოლილი არ იყო რევოლუციისთვის, კიდე ერთხელ მიმოვიდა. დაფიქსირებ რომ მე განსხვავებული. ეხლა ნახეთ რევოლუციის მერე რა მოხდა, ჩვენ ვივიღეთ ისევე პოლიტიკური ცხოვრების, ნუ არა მთლად მოკვდინება, მაგრამ ძალიან გაპასიურება რა. და სანამ ოქროაშვილმა არ მოახდინა თავისი ცნობილი გამოსვლა, პოლიტიკური ცხოვრება მერე გააქტიურდა ამის მერე რა. იმის მერე არჩევნები ჩაატარა სააკაშვილმა და ამ არჩევნების შედეგებმა გამოიწვია ეს რომ პოლიტიკური ცხოვრება აგვისტომდე ისევ გარდაიცვალა. ან ძალიან მიუახლო კლინიკური სიკვდილის პირობებში აღმოჩნდა. შეიძლება მე გავაგზავნო. ანუ ეს გახსნა დაკეტვა იწევს. ეხლა თუ შევაფასოთ. ეს უნდა ვთქვათ რომ იმ პროექტმა სადაც ჩვენ ვიმყოფებით აი ამ პოლიტიკური პროცესების გააქტიურებაში და საერთოდ დემოკრატიული პროცესების საზოგადოებრივი აზრის ფორმირების და ლომის ლომისწვილი შეიტანა. როგორც საქართველოში ისეთ ფარგლებში მაგრამ როგორი შეიტანა? ეხლა მინდა პარალელი გავავლო იმ რეალობასა და ამ რეალობას შორის. ეხლა ჩვენ ვაპარაკობთ მოცემულ გარემოებებზე, ხო? რა მოცემული გარემოებები იყო მაშინ 2000-ში და 2003-მდე და დღეს რა მოცემულ გარემოებებში უწევს ბრძოლა ოპოზიციას და საზოგადოებას არსებულ რეჟიმთან. ეხლა ჩვენ ძალიან ხშირად ვაკრიტიკებთ შევარდნაძეს და სრულიად სამართლიანად იმის გამო რომ პოლიციაში მაშინ მუშაობდა 60,000 ადამიანი, ხო თუ 80,000 ადამიანი. და მიხეილ სააკაშვილი მათ შორის მე